გამოხმაურება ქრონიკის რეპორტაჟზე 20 საათიან გამოშვებაში გასული სიუჟეტის შემდეგ 2 წლისა და 6 თვის ნიკოლოზ ასლანიშვილი სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვის ოჯახს ისენი სამგორის რაიონის გამგეობა ეხმარება. ნიკოლოზ გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა უკვე რამდენიმე დღე აღენიშნება, თუმცა ასლანიშვილებს მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. ქრონიკაში გასული რეპორტაჟის ავტორი თამარ გედევანიშვილი უკვე იმყოფება ჟვანიეს სახელობის კლინიკაში. თამარ, თუ დადგინდა დაავადება და რა სახის გამოკვლევები ჩაუტარდება ნიკოლოზს? თამთა 2 წლის და 6 თვის ნიკოლოზ ასლანიშვილი სულ რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანეს კლინიკაში. მას ამ წუთებში უტარდება დიაგნოსტიკა. ექიმები ამბობენ, რომ წინასწარი დათვალიერების შედეგად ამბობენ, რომ ბავშვს აუცილებლად ჭირდება კლინიკაში დაწვენა. ჟვანიეს სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ მთლიანად ბავშვის მკურნალობას ისინი საკუთარ თავზე აიღებენ და აღსანიშნავია, რომ ბავშვი კლინიკაში გადმოიყვანა ისანი სამგორის რაიონის გამგეობამ და საკრებულოს ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა. ბავშვს რამდენიმე პრობლემა აღენიშნება, მას დაჩრდილობები ჰქონდა ფილტვებზე, როგორც დედა აცხადებდა, ასევე აქვს ინფექციური მუნი და პრობლემები აქვს ლიმფურ ჯირკვლებზე, ასე რომ ის საჭიროებს აუცილებლად მთლიან დიაგნოსტიკას და კლინიკაში ამბობენ, რომ ამას ბავშვისთვის გააკეთებენ. ბავშვი პირველად იქნა გადმოყვანილი ამ დილით ჟვანიეს სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მიმდინარეობს ეხლა ბავშვის გამოკვლევა, სტაციონარში დააწვინეს და შემდგომი დიაგნოზის დასწრების მიზნით მიმდინარეობს გამოკვლევების ჩატარება. ბავშვის სიცოცხლეს არ ემუქრება არაფერი. დადგინდება მკურნალობის კურსი და ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ისანი სამგორის რაიონის გამგეობა ანაზღაურებს. გარდა მაგისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ოჯახი, სადაც ცხოვრობს, იქ ადგილზე გარკვეული სამშენებლო მასალით დავეხმაროთ, რომ ელემენტარულად გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები. პაციენტს ეხლა გავეცანი, ეს სულწეთი არის, შობელიც აგერ არის, პატრონი პატარა ნიკოლოზიც აგერ არის. სახეზე არის ლიფადენიტი, რაც არის ზოგადი გასინჯით, კალციჟეთ, ობიექტური, სუბიექტური მონაცემებით, ჯერჯერობით წინასწარ დიაგნოზა ლიფადენიტი, მაგრამ ეს პაციენტი აუცილებლად დააწვება ჩვენს კლინიკაში. ოჯახი ლილოს დასახლებაში პროფსასწავლებლის შენობაში ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე არის და ისინი ძალიან საჭიროებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ისანი სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები აპირებენ, რომ დღესვე გავიდნენ ადგილზე და მინიმალური სამშენებლო მასალებით დაეხმარონ და სავარაუდოდ დახმარება იქნება ფინანსურიც. აპირებენ, რომ ამ მხოლოდ ფანჯრები, საიდანაც ქარი შემოდიოდა და მინიმალური პირობებით მაინც დააკმაყოფილონ პატარა საცხოვრებელი ადგილი და როდესაც პატარას გაწერეს საავადმყოფოდან, ის ალბათ უკვე გაუმჯობესებულ პირობებში ცხოვრობს. მადლობა, ის იყო პირდაპირ ჩართვა ჟვანიეს სახელობის